ეს უკეთესი აქტივობა. დღეს არის შემაჯამებელი შეხვედრა თბილისობისადმი მიზმენ კონკურსთან დაკავშირებით ლიტერატურისა და სახელოვნებო დარგებში თბილისი 2016. ეს არის შემაჯამებელი შეხვედრა და ამავე დროს იმ აზრთა გაზიარება, რომელიც აი ამ პროცესში ჩამოყალიბდა. მინდა სიამაყით და სიხარულით აღვნიშნო, რომ წლევანდელი, ასე ვთქვათ, მონაწილეების რაოდენობა გაიზარდა და ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან საინტერესო შედეგს მივაღწევთ. ამავე დროს მინდა ძალიან დიდი მადლობა გამოვხატო ჩვენი სპონსორების მიმართ, რომელთა რაოდენობაც ასევე გაიზარდა. ვფიქრობ, თუ ახლოეს მომავალში მართან შეხვედრას და სადღაც ალბათ სექტემბრის დასაწყისში უკვე შემაჯამებელ პრესკონფერენციას მოვაწყობთ, გავმართავთ, სადაც უკვე მოსახლეობას ვამცნობთ უფრო ზუსტ დეტალებს, რომელიც აი ჩვენმა წინასწარმა მუშაობამ მოიტანა. გასულ წელთან შედარებით უნდა აღინიშნოს, რომ წელს არის მართლაც შთამბეჭდავი რაოდენობა კონკურსანტების, განსაკუთრებული აქტივობა არის პროზა პოეზიის შემთხვევაში, თუმცა სხვა ნომინაციებშიც საკმაო რაოდენობა არის. ამდენად ვფიქრობ, რომ წელს ზოგადად ყოველ წელს ამ კონკურსს აქვს დიდი პერსპექტივა და ის რაც შარშან ხდებოდა, მასზე ბევრად მეტი ცნობადობა აქვს. გვყავს ავტორთა ის ჯგუფი, რომელიც ვფიქრობ, რომ დღეს დედაქალაქის ცხოვრებაში და ზოგადად ქართულ ხელოვნებაში ქმნიან ამინდს, ერთგვარ ამინდს, როგორიც არის სალიტერატურო და სახელოვნებო ამინდი და ბედნიერი ვარ იმით, რომ როგორც ერთ-ერთი მონაწილე, ორგანიზატორი ამ კონკურსის და მხარდამჭერი, ჩემს ხელში ერთი სიტყვით ვითარდება ეს კონკურსი. წელს ამ მხრივ ძალიან კმაყოფილი ვარ. 15-მდე არის მიღება, როგორც ვიცით და დინამიკა და სტატისტიკა ყოველდღიურად მზარდი არის. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ წლევანდელი კონკურსი შარშანელისაგან საგრძნობლად განვითარდა. ამ კონკურსს ყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი. ჩვენ მათთან ერთად ვცდილობთ და ალბათ მნიშვნელოვანი იქნება მათი მხარდაჭერით უფრო გავახაროთ და გავამრავლოთ და გავაფერადოთ ჩვენი წლევანდელი კონკურსი. მნიშვნელოვანია ასევე რაოდენობა მონაწილეების შარშანდელთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი კონკურსი უფრო პოპულარულია. მე ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ კომპანიას და მეცენატს, რომელიც ამ კონკურსს დაუდგნენ მხარში. მათი წყალობით ჩვენ შევეცდებით, რომ გავახაროთ ჩვენი წლევანდელი კონკურსანტები მრავალფეროვანი პრიზებით და ვიმედოვნებთ, რომ დასკვნითი ღონისძიება ძალიან ლამაზი იქნება. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა არის. პირადად ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც ძალიან ბევრი წელიწადია მუშაობს ფოტოგრაფიის დარგში, სფეროში, საქართველოში და ვცდილობთ ძალიან ბევრი განსხვავებული ხერხით ვცდილობთ ფოტოგრაფიის განვითარებას ერთი და ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერას. ჩემის აზრით ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და ესეც გვეხმარება იმაში, რომ თქვათ აი ეს ნიჭიერი ახალგაზრდა იმედის მომცემ ფოტოგრაფს მივცეთ კიდევ უფრო მეტი თავისუფლება, გააგრძელოს იმუშაოს, ხარი დავუჭიროთ და ამითი როგორ ვთქვათ, ვაგრძნობინოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რთული იყოს, იყო არტისტი, იყო მხატვარი, იყო ხელოვანი, მაგრამ ამას შეიძლება კონდეს მხარდაჭერა, ხო? ესეთი ძველი ტრადიცია არის ესეც, თანამედროვე ფორმებშიც რატო არ უნდა იარსებოს, ამიტომ ჩემთვის პირადად ძალიან კარგი შარშანდელმა გამარჯვებულმა სრულად დამსახურებულად მიიღო ეს პრიზი და მხარდაჭერა ამ კონკურსიდან, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ შარშანდელი გამარჯვებული ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ავტორი არის დღეს თანამედროვე ქართულ ფოტოგრაფიაში. ამიტომ ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება. წელს უკვე მეორედ ვატარებთ ამ კონკურსს და შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად საზოგადოებრივი მხარდაჭერა ბევრად უფრო დიდი აქვს, ინტერესიც ბევრად უფრო დიდია, რაც უკვე შემოსულ, სტატისტიკას, როდესაც ვადარებთ გასული წლისას,
უკვე ძალიან დიდია, შემიძლია გითხრათ სხვადასხვა ნომინაციებში. მაგალითად, გასულ წელს იყო ნომინაციები ფოტოხელოვნება, იყო ნომინაცია ფერწერა, რომელზედაც ნაკლები იყო აქტივობა ჩვენ და სამწუხაროდ. წელს უკვე ციფრებით შემიძლია ეს დავადასტურო, რომ ბევრად უკეთესი მდგომარეობა, ეს იმედს მაძლევს, რომ ესე იგი შემოქმედებითი წრეები ბევრად უფრო დაინტერესებულები არიან, სწორი გზით ვაკეთებთ, კიდევ ერთხელ ვამბობ ამ კონკურსს და ვფიქრობ, რომ ერთი ლამაზი საღამო და ერთი ლამაზი კონკურსი კიდე დაემატება იმ სახელოვნებო კონკურსებს, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არსებობს.